პირველ რიგში დავეწიოთ მოვლენებს, შეიცვალა თუ არა ტრამპის განცხადებების ტონი, რას გაფიქრებინებთ ეს მოსალოდნელ ნაბიჯებზე? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ხო, ტორალობა პერიოდულად იცვლება კონტექსტიდან გამომდინარე და კონტექსტიც არ არის რაღაც სტატიკური და ასეთი ძველი კლასიკური სტილით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს ახალ მექანიზმებზე მშვიდობის გრძელვადიან და შეუქცევადად უზრუნველყოფისთვის. ბევრი სხვადასხვა ფაქტორია. ყველასთვის ნათელი არის, რომ რუსეთი ცდილობს ამ პროცესით манипуლირებას, იმიტომ რომ ეს თემა უკრაინაში მშვიდობის დამყარება და შესაბამისად ამისი გარანტიების მექანიზმების შექმნა მიბმული არის ამერიკის შიდა პოლიტიკურ კონტექსტზე, ტრამპის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკურ ამოცანებზე, პირველი 100 დღე გავიდა, წინა საარჩევნო დაპირებები ისე როგორც იყო გაჟღერებული არ შესრულდა და რუსეთი სწორედ ცდილობს აი გააფართოვოს თავისი მანევრების სივრცე. ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, ამიტომაც ეს რაღაცა მოთმინების, სიმბოლიზმის და რაღაცა პრაქტიკული გზების ერთობლიობა არის იმას, რასაც ვხედავთ. ხო, იგივე ხა ვატიკანში წმინდა პედრეს ტაძარში შეხვედრა სიმბოლიზმია, მაგრამ სიმბოლიზმის უკან ძალიან ბევრი ნიუანსი არის და ბუნებრივია ყველა ის, ვინც სამართლიან ახალ მსოფლიო წესრიგს გულშემატკივრობს, ყველასთვის გასაგებია, რომ ამ პროცესის უკრაინის ზოგადად თავისუფალი სამყაროს სასარგებლოდ დასრულება განსაზღვრავს იმ მსოფლიო წესრიგს, რომელშიც მოგვიწევს ყველას ცხოვრება. თუმცა მე ერთი საკითხი არის, რომ ის როგორი მექანიზმებიც აქამდე არსებობდა, კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ არ მუშაობს და ვერ იმუშავებს. მაგრამ არის ფაქტორები, რომელიც იქნება გადამწყვეტი და დღეს უკვე ნახოთ ჩანს, რა იქნება. ერთ-ერთი არის სწორედ შეიარაღებული პოტენციალის მქონე. კი ბატონო, და მაგ სხვათა შორის ტრამპმა აღნიშნა ამ შეხვედრის დასრულების შემდგომ ერთმანეთის მიყოლებით გადიოდა ვატიკანის კადრები და მანამდე თეთრ სახლში გამართული შეხვედრის კადრები, ეს ორი რადიკალურად განსხვავებული სურათია. ეს შეხვედრაც ვატიკანში არ იყო დაგეგმილი, მოხდა სპონტანურად და ამის შემდგომ ისაუბრა სწორედ ტრამპმა, რომ უკრაინის პრეზიდენტი არის რთულ ვითარებაში, მას ჭირდება შეიარაღება. ამერიკასაც ძალიან კარგად ესმის, რომ ახლა გადამწყვეტია უკრაინისთვის შეიარაღება. თუ პუტინი გაჯიუტდება საკუთარ ულტიმატუმში და დაარწმუნებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ ის უბრალოდ დროს წეილავს, შეიძლება თუ არა ჩვენ პირიქით ვიხილოთ აბსოლუტურად განსხვავებული ნაბიჯები, უკრაინის მეტი შეიარაღება და ამერიკის დარჩენა ამ პროცესში. შესაძლოა უკრაინის მეტი შეიარაღება და ამ მექანიზმებით უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის გარდაუვალ. სხვა ეფექტური მექანიზმი არ არსებობს საფრთხეების ორგანიზაციები და რუსეთიც არ არის ის თუნდაც რაც იყო 20 წლის წინ ან 15 წლის წინ საერთო ყველა წესის უზრუნველყოფით თამაშობს, როგორც ხშირად ხასუსამ დაუხსნებელია, რომ გაუსვათ ეს პროცესი დაიწყო 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრით, ანუ ეს ერთიანი რუსული აგრესიული რევიზიონიზმის სხვადასხვა გამოვლინებები. ამიტომაც შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია არა მარტო უკრაინისთვის, ყველა ქვეყნის ევროპელებისთვისაც ის, ვინც აგრესიული მეზობლის გვერდზე ცხოვრობს, იქნება გადამწყვეტი იმისათვის, რომ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. ამაზე რა ფორმის საერთაშორისო მექანიზმები წესებზე დაფუძნებული წესრიგი დაფუძნდება, ეს არავინ არ იცის და ახლა მიდის სწორედ აი ამ ფორმების ძიება. შესაბამისად, ერთის მხრივ ეს ასე ვთქვათ რაღაც მოცემულობა არის, უკრაინას რა ფორმითაც არ უნდა დასრულდეს ეს მოლაპარაკებები, დაჭირდება ძლიერი შეიარაღებული ძალები, ძლიერი ორმხრივი პარტნიორობა, სამრეწველო ინდუსტრიული ბაზა, სამხედრო შესაძლებლობების განვითარების ის, რომელიც ახალი ტიპის ომს შეესაბამება. აი უკრაინაში ომმა გვანახა, რომ ბევრი ძველი კლასიკური ომის წარმოების მეთოდები, ტაქტიკა, სტრატეგიები უკვე უვარგისია. ესეც იყო ყოველთვის, ყველა შემდეგი ომი წინასგან განსხვავდებოდა, მაგრამ წინა ომები გაკვეთილებს იძლეოდა იმისთვის, რომ უკეთ მოუზადებულიყო. განსაკუთრებით ის ხარო, ვისაც უწევს დაცვა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის პოლიტიკური ნაწილი და აქ ალბათ ამერიკის ლიდერობა, გარკვეულწილად ევროპაში ვხედავთ აი რაღაც ლიდერობის ოთხში ინიციატივებს საფრანგეთის მხრიდან მაგალითად. ფრონტის ხაზი უნდა გადაიწიოს რუსეთის სიღრმეში, იმიტომ რომ აქ სამხედრო ომის გარდა არის საინფორმაციო ომი, აღქმების ომი და რუსეთს ძალიან ბევრი შიდა პრობლემები აქვს. წინა საბჭოთა კავშირის დამარცხებით დასრულებული ცივი ომის დასრულდა მაშინ, როდესაც ფრონტის ხაზმა იდეოლოგიური დაპირისპირების რუსეთის სიღრმეში გადაიწია.
და ამისთვის რომ ის პრობლემა რუსეთის სიღრმეში გადაიწიოს, ამას ჭირდება სანქციების შენარჩუნება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და რუსეთის მთელი მცდელობები აი ზუსტად ეს ვითომ დიპლომატიის ანუ 1.5 დიპლომატიური არხით კომუნიკაცია ძირითადად როგორც ჩანს მიმართულია სწორედ სანქციებით რაღაცა ფორმით შერბილებაზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ გააგრძელოს ომი. ამიტომ ეს ყველაფერი ურთიერთდაკავშირებული არის და ამ ერთიანი ხედვის გარეშე წარმოუდგენელი არის რაღაცა ფორმით მშვიდობაზე საუბარი მომავალში, ისეთ მშვიდობაზე, რომელიც იქნება სამართლიანი და შეუქცევადი. აი ზუსტად სამართლიან მშვიდობაზე მინდა რომ დავკონკრეტდეთ ახლა ტრამპის გეგმა, შეერთებული შტატების გეგმა, რომელიც როგორც დასავლური მედია იუწყება და ეს არ დაუდასტურებია საჯაროდ ჯერ ტრამპს თვითონ, საუბარია იქ კონკრეტულ პუნქტებზე, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემაზე, ნუ ყოველ შემთხვევაში ყირიმზე ცალსახად. დანარჩენზე de facto-ა იქ საუბარი. აი ეს რამდენად არის სამართლიანი მშვიდობა და აი ეს ფრაზები რომ ზელენსკი მზადა ამაზე დათმობაზე წავიდეს ყირიმის საკითხთან დაკავშირებით, ზელენსკი სულ იმეორებს, რომ ის არ გადასცემს ყირიმს რუსეთს. აქ რა პოზიციების თანხვედრა შეიძლება იყოს? ზელენსკი მართალიც არის წარმოუდგენელი არის, რომ რაღაცა ფორმით სამართლია დიდხნიან შეუქცევად მშვიდობაზე ვილაპარაკოთ, თუ ზელენსკის აიძულებენ ხელი მოაწეროს უსამართლო შეთანხმებას და განსაკუთრებით სწორედ ყირიმის დათმობას ტერიტორიის, რომელიც პირველად რუსეთმა მოახდინა, რომლის ანექსირებაც. ანუ მეორე მსოფლიო ომზე პირველად მოხდა, როდესაც ერთმა სახელმწიფომ არა მარტო მოახდინა ოკუპაცია, რაც ჩვენ შემთხვევაში იყო, არამედ მიიერთა და თავის სამართლებრივ სივრცეში მოახდინა ამის ინტეგრაცია. თუ ამის დაკანონება მოხდა, ეს თლიანად მოარღვევს რაიმე იმედსაც კი, რომ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი იყოს. საერთაშორისო მედიაში ამან გაიჟღერა, მაგრამ პირიქით ტრამპმა თვითონ და ადმინისტრაციამაც არ დაადასტურეს ეს პირიქით უარყოს, რომ არანაირი ასეთ ზეწოლას ზელენსკიზე არ ახდენენ, რომ მან აღიაროს დაკარგული ტერიტორიები, განსაკუთრებით ყირიმის საკითხი. და ჩემის აზრით ეს ალბათ უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, რომ თუ სუვერენიტეტი და ტერიტორიული ხელოვნება უნდა დარჩეს რაღაცა ფორმით, აი ამ საერთაშორისო მომავალი მშვიდობის ფორმულის კომპონენტი, მაშინ უკრაინის უფლება, რომ თავის ტერიტორიული მთლიანობა de jure კონდეს შენარჩუნებული და de facto ოკუპაცია შეიძლება რაღაც პერიოდი გაგრძელდეს. ეს არ არის შემდეგ პრობლემა, იმიტომ რომ სხვა ნაბიჯების პარალელურად გადადგით უკრაინის ეკონომიკური გაძლიერებით, უკრაინის სახელმწიფო აღშენებლობით, რუსეთის დასუსტებით, ეს სამართლიანობა დროთა განმავლობაში აღდგება, მაგრამ პრინციპის დონეზე დაშვება და ასეთი უსამართლო მშვიდობის თავზე მოხვევა უკრაინისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს თვითონ დასავლეთისთვის. სად აქვს პუტინს ლავირების სივრცე? თუ დავეყრდნობით ლავროვის ბოლო განცხადებას, მან ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინის ნატოში არ გაწევრიანება და იქ ზელენსკის მთავრობის ცვლილება, ეს არის ორი პირობა. შესაბამისად ეს უხსნის თუ არა ხელფეხს რუსეთს სანქციების მოხსნის პირობებში მოძლიერდეს და დაბრუნდეს კვლავ აგრესიის უფრო ფართომასშტაბიანი კუთხით შეუტიოს უკრაინას, თუ ის არ იქნება ნატოს წევრი, ხელფეხ გახსნილია ამ შემთხვევაში პუტინი და თუ იქ არ იქნება ისეთი მთავრობა, რომელიც დაიცავს უკრაინის ინტერესებს. აი აქ მინდა ვიკითხო ზუსტად, რის მიღწევას ცდილობს, რა შანსის მიღწევას ცდილობს ამ ტაიმაუტით პუტინი. რა თქმა უნდა, მისი მაქსიმუმი რაც არის გავიგეთ, მაგრამ ამ ყველაფერს ის ვერ მეიღებს. კი, პუტინს ჭირდება შემდგომი ტაქტიკური მანევრებისთვის და შემდეგ უკვე სტრატეგიული ამოცანის მისაღწევა და ახალი გავლენის სფეროებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის დასაყარება, დრო და ამისთვის მას ჭირდება გეოგრაფიული სივრცე. დრო სამწუხაროდ ეხა მუშაობს პუტინზე, ანუ მისი გათვლა არის, რომ რუსეთის ხალხის მოთმინების ელასტიურობა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე უკრაინელების, გამომდინარე დიდი მსხვერპლიდან, რაც ყოველდღიურად ფრონტის გამყოფ ხაზზე, სიკვდილის ხაზზე არის და დასავლეთის მოთმინებაც უფრო ნაკლებ ელასტიური არის და ეს არის მისი გათვლა დროში. ასევე არის გეოგრაფიული სივრცე. ანუ პუტინი ცდილობს, რომ თავისი
შიდა ეკონომიკური პრობლემები დააბალანსოს ისეთ ავტორიტარულ რეჟიმებთან ურთიერთობით და შემოსავლების მიღებით, როგორც არის ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა. შესაბამისად, დასავლეთის ამოცანა უნდა იყოს იმისთვის, რომ აიძულონ რუსეთი, რომ მოაწეროს აი დილს, ასაც ტრამპი ეძახის ხელშეკრულებას ხელი და შემდეგ უკვე ეს ხელშეკრულება დაიცვა, ეს შეთანხმება დაიცვას, უნდა შეეზღუდოს აი ეს დროში გაწევლის ტაქტიკის შესაძლებლობა, დროის მოგების შესაძლებლობა და 360 გრადუსით უნდა მოხდეს მისი იზოლირება. ანუ არ უნდა კონდეს შესაძლებლობა იგივე ჩინეთთან ურთიერთობის საშუალებით დააბალანსოს ის ეკონომიკური პრობლემები, რაც აქვს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დასუსტებული რუსეთი და ეს ცნობილი ფორმულა რეიგანის, რომელსაც ყველა იმეორებს ახლა ტრამპის ადმინისტრაციაშიც, peace to strength, ანუ ძლიერების საშუალებით შვიდობა, სწორედ ამას გულისხმობთ. ეს გააკეთა თავის დროზე რეიგანმა 360 გრადუსით საბჭოთა კავშირს შეუქმნა პრობლემა, რომ არ განევრცო თავისი სტრატეგიული პარტნიორობები და პლუს ეკონომიკური პრობლემები შიგნით, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა საბჭოთა კავშირი. ალბათ რაღაცა ფორმით ეს უნდა იყოს დასავლეთის სტრატეგიული ამოცანა. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს შეიძლება უსასრულოდ კონდეს რესურსი იმისა, რომ გაწევოს ეს ომი და ბუნებრივია ეს ჩვენთვის ყველასთვის თავისუფალი სამყაროსთვის ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდება. რა არის ტრამპის ამოცანა? ჩვენ ხშირად გვისაუბრია თქვენ შეერთებული შტატებიდან გვერდთვებით. ახლა ძალიან კარგად იცნობთ ადგილზე ვითარებას და ამიტომ მინდა ვიკითხო, რა უფრო უპირატესია ახლა ტრამპისთვის, რა არის მისი ნომერ პირველი ამოცანა? 100 დღე არ არის ასე ვთქვათ, შემთხვევითი თარიღი შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტობიდან 100 დღის თავზე ითვლიან აღებულ ვალდებულებების შესრულებას, ასე ვთქვათ, შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ტრამპის მთავარი დაპირება, რომ ის ამ ომს შეაჩერებს, რჩება თუ არა პრიორიტეტად. თუ 100 დღის თავზე წინ წამოვა ისეთი პრიორიტეტი, როგორც მართლაც ამერიკის შეერთებული შტატები პირველ რიგში და მისი რაც იყო ყოველთვის შეერთებული შტატები აი იმ როლის შენარჩუნება საერთაშორისო ასპარეზზე. რა უდევს სასწორზე ტრამპს და რომელი ზონის ამ ეტაპზე? ძნელი სათქმელია ესე ნომერი 1 პრიორიტეტი რა იქნება. ზოგადად ყველა პრეზიდენტისთვის, ამერიკის პრეზიდენტთვისაც ეგრეთ წოდებული ლეგასი მემკვიდრეობა არის მნიშვნელოვანი, რას დატოვებს. სწორედ მშვიდობა იყო ერთ-ერთი ყოველთვის გაცხადებული პრიორიტეტი და ამ მშვიდობის დამყარება უკრაინაში ომის დასრულებით ერთ-ერთი მემკვიდრეობა, რომელსაც ტრამპი ცდილობს. არის ასევე შიდა დღის წესრიგი და ეს მემკვიდრეობა, რომელიც კონსერვატიული დღის წესრიგის წინ წამოწევას გულისხმობს, ასევე მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიის შედეგად შექმნილი მართლობითი სისტემის გადახალისების ან რეფორმირების, რომელიც არც თუ ისე ადვილი ამოცანა არის დასახული, რომელიც დეტალები შეგვიძლია წავიკითხოთ იგივე თუნდაც პროექტი 2025-ში, სადაც გარკვეული კონტურები ჩანს, ასევე რა არის პრიორიტეტი ამ ადმინისტრაციისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ადმინისტრაციაში პოლიტიკაზე, შიდა პოლიტიკაზე გავლენას ახდენენ. და ამის ერთობლიობით შეიძლება ვიმსჯელოთ ბევრ ფაქტორზე. ერთი ცოტა უფრო ესეთი უხეში ნიუანსი იყო, აი ეს ბოლო განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ, რომ თითქოს თუ არ შედგა სამშვიდობო მოლაპარაკება, ამერიკა საერთოდ გამოვა, მაგრამ აქ უფრო მეტი შეკითხვა გაჩნდა, რას ნიშნავს ეს გამოვა საერთოდ და შეატოვებს ერთმანეთს, თუ გააგრძელებს იმას, რაც გაცხადებული ქონა, უკრაინას დაეხმარება, რომ დაიცვას თავი და რუსეთზე მოახდენს ზეწოლას, იმიტომ რომ რუსეთი არ გაყვა, რუსეთი არის მთავარი დამნაშავე ამ ომში. მე ამის კორექტირება მოხდა რუბიოს მხრიდან, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც ესეთ ჩამოყალიბებული ხედვა არსებობს, მაგრამ ჩვენ ბუნებრივია ყველას ეს გვანერვინებს. ასე რომ აქ მე ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ სასურველი არის, რომ ეს გამოწევა რაც იზოლაციონიზმის იდეებით არ იყოს ნაკარნახევი, იმიტომ რომ რაც არ უნდა იზოლაციონიზმი მოინდომოს დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დღევანდელი სამყაროს მოდელი ისე აწყობილი, რომ ამერიკა არის გადამწყვეტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც. კი ბატონო, მათ თუ იქნებ გაასწოროთ, გადატრიალდა თქვენი კამერა, მაგრამ აქ მინდა ვიკითხო ასევე ევროპის პოზიციასთან დაკავშირებით, თავიდან ჩანდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეძლებს ევროპა დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება, წარმოადგინოს გეგმა და მერე ერთგული დარჩეს ამ გეგმის. ვატიკანში თვალში მოსახვედრი იყო ბრიტანეთის პრემიერის
შეხვედრა ზელენსკისთან, ასევე ის კადრები, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი და ასევე კირ სტარმერი დგანან ზელენსკის გვერდით და რაღაცნაირად უსაფრთხოების ქოლგასავით იყო ეს კადრები, ყოველ შემთხვევაში ჟესტების ენაც ამას ამბობდა, განცხადებებიც, რომელიც ძალიან ღია იყო და მოყვა ამას, რომ უკრაინელ ხალხს არასოდეს მიატოვებს ევროპა. აი, ამ ნაწილზე მინდა ვიკითხო, ამერიკის შეერთებული შტატების თუნდაც პასიური როლი ამ პროცესში, რაც რა თქმა უნდა დაარტყამს უკრაინას ეს ცალსახა, მხოლოდ ევროპის იმედად დარჩენილი უკრაინა თქვენი გათვლებით რა ხდება ამ ომში ასეთ შემთხვევაში? ეს პროცესი, რაც დასაწყისში ვთქვით, ანუ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესი, გარკვეულწილად გამოწვევა უკრაინისთვისაც, ევროპისთვისაც, რომელიც დიდი ხანია პასიურ უსაფრთხოების კონტექსტში უფრო პასიურ როლს იყო შეგუებული, ან მორგებული, ასე ვთქვათ. მაგრამ ევროპას ბუნებრივია აქვს რესურსი, რომ უფრო აქტიური მოთამაშე გახდეს მსოფლიო წესრიგში, უსაფრთხოება არ მიიღოს როგორც გარანტირებული, თუნდაც იგივე ამერიკული ფონდით, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური ნაბიჯები, რომელიც გამყარებული უნდა იყოს ევროპული საზოგადოებრივი აზრით. აქ სამწუხაროდ ასეთი რაღაცა ჰომოგენური მდგომარეობა არ არის, სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვა შეხედულებები აქვს ევროკავშირში და ეს ასე ვთქვათ ინსტიტუციური ანატომია ევროკავშირის მაინც ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა, მაგრამ ევროპა არ არის მარტო ევროკავშირი, ევროპა არის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უნდა შექმნან ეს პროცესი და აი ხა ხდება ამ პოლიტიკური ლიდერობის ფერმენტაცია, ხედავთ საფრანგეთში, იგივე იტალიაში ჯორჯია მელონი, რომელიც ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვან და დიდ ნაბიჯებს დგამს, სწორედ აი ამ ზოგადი გეოპოლიტიკური ქანქარის მარცხნივ მარქსიზმიდან კონსერვატიზმისკენ გადაქანების პროცესში რაღაც დამაბალანსებელ როლს ევროპულ პოლიტიკურ ლანდშაფტში. მაკრონი მნიშვნელოვანს თამაშობს, ასევე ევროკავშირში არის ორბანი, რომელსაც თავისი შიდა დღის წესრიგი აქვს და რუსეთთან მოკავშირეა ისევე როგორც თვითონ. ამიტომ აი ამ ფერმენტაციის პროცესს უყურებ, ძნელია რამე პროგნოზი გავაკეთოთ, საიწავა ეს, მაგრამ ეს არის შანსი ევროპისთვის ახალი ან განახლებული იდენტობა, ევროპული იდენტობა შეიქმნას, რომელიც არ იქნება მარტო ევროკავშირი. ერთ-ერთი ბრეგზიტის კაი სიმპტომი იყო, რომ ეს კრიზისი მოდიოდა. მიზეზი რატომაც ბრიტანეთი გამოვიდა ევროკავშირიდან, სწორედ განსხვავებული ხედვა იყო ევროპის და ევროკავშირი ვერ აკმაყოფილებდა ორგანიზაციულად და ბიუროკრატულად იმას, რაც ზოგადად ევროპული იდენტობა სჭირდებოდა. ხო, ამიტომ ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა, არც უკრაინაში რუსეთის შეჭრით, რუსეთმა უბრალოდ ისარგებლა იმითი, რომ შიდა პრობლემები დაუგროვდა ზოგადად ლიბერალურ დემოკრატიას და ევროპას და ცდილობს, რომ აი ამ კონტექსტში თავისი ინტერესები წაწიოს წინ. დაგვიანებული, მაგრამ პასუხები ალბათ უკვე საჭირო არის და ევროპაც როგორც ჩანს ხიზლდება ამ მიმართულებით, მაგრამ პროგნოზების გაკეთება გამიჭირდება როგორი იქნება. გასაგებია პროცესი საინტერესოა. ძალიან რუსეთს ბერკეტები აქვს შიგნით ევროკავშირშიც სამწუხაროდ და იგივე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე იქნება ეს უკრაინა თუ აი მაგალითად საქართველოს ხელისუფლებისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესება, იქ არის ორბანი, რომელიც ბლოკავს ევროკავშირის შიგნით ასეთ სანქციებს და არის ასევე ფიცო, სხვათა შორის ჯერჯერობით ორბანი არ არის 9 მაისს მოსკოვში ჩამსვლთა სიაში, მაგრამ არის ვუჩიჩი და ფიცო, ისინი იქნებიან 9 მაისს პუტინის გვერდით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერი, ხომ? ჩავა და დაესწრება პუტინის გვერდზე იდგება 9 მაისს. არ ვიცი, ეს მინდა რომ შეაფასოთ ბერკეტი ევროკავშირზე მოქმედებას. ხო, სიმბოლის ბუნებრივია დიდი მნიშვნელობა აქვს, რუსეთი ცდილობს ეს რაღაც ესეთი მორალური პედესტალი მოიპაროს და პარაზიტირება გააკეთოს მეორე მსოფლიო ომზე, როგორც რუსეთის გამარჯვებაზე, რეალურად ეს უფრო იყო მოკავშირეების და ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევის შედეგად ფაშიზმის დამარცხება, ვიდრე საბჭოთა კავშირის, რომელსაც რეალურად ხელი შეუწყო ფაშიზმის აღზევებას, მაგრამ ესეც რაღაც ესეთი პუტინისეული ისტორიის რევიზიონიზმის ნაწილი არის. საინტერესოა ვუჩიჩი ახსენეთ, ვუჩიჩი სანამ მოსკოვში ჩავა, აპირებს რომ ჩამოვიდეს ვაშინგტონში, მარალაგოზე შეხვდეს ტრამპს, აი მაისის დასაწყისში ზუსტად და მერე ჩავიდეს მოსკოვში. ასე რომ ესე ცალსახად პრორუსული არც ერთი ევროპელი ლიდერი არ არის, ისინი სუვერენული სახელმწიფოს ლიდერები არიან და შესაბამისად თავისი შიდა პოლიტიკური კრიზისებიც აქვს და დღის წესრიგიც. ამიტომაც აქ ისევ და ისევ აი ეს ვაკუუმი, რომელიც ლიდერობის არარსებობით შეიქმნა,
აი ეს ადლებს სწორედ რუსეთს манипуლირება გააკეთოს ან კულტივირება გაუკეთოს თუნდაც იგივე ისეთ პოლიტიკურ ლიდერებს როგორც არის ორბანი, ვუჩიჩი და ასე შემდეგ. და როდესაც ფასეულობებზე დაფუძნებული პოლიტიკური ლიდერობა დაბრუნდება თავისუფალ სამყაროში ამერიკის როლი, იგივე ევროპის ქვეყნების, მე ვფიქრობ, რომ ნაკლები манипуლირების სივრცე ექნება რუსეთს, მათ შორის აი ამ ისტორიული ნარატივების ხელოვნურად შექმნით და რაღაც ორველისეული გადაწერით ისტორიის. სხვა შორის ევროპელი ლიდერები ამ კუთხით ფასეულობათა ერთგულების კუთხით თუ ახლა თანამედროვე ლიდერებს გადავხედავთ, თანმიმდევრულნი არიან, იქნება ეს ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანიაში მომავალი კანცლერი და ამ თემაზე ჩვენ ცოტა ხანში ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრეთ, ლაშა ბაქრაძე იქნება ჩვენი სტუმარი, არა, თქვენ ახსენეთ იტალია, მელონი ხომ და ასე შემდგომ. იდეალების ერთგულებაზე დამყარებული პოლიტიკა, ფასეულობებზე დამყარებული პოლიტიკა არის ის, რასაც დიდი ხანია ელის მსოფლიო და ეს ერთგვარად შეიძლება ითქვას, რომ ევროპიდან დღეს ჩანს. ნახოთ, რამდენად ეყოფა ძალა, რომ ეს კონსოლიდირებული იყოს. ბოლო კითხვისკენ მინდა წავიდე, ბატონო, თქვენ ვატიკანში შეამჩნევდით აჟიოტაჟს ამ შეხვედრის შემდგომ, რაც იყო საქართველოში. აბსოლუტურად მოწყვეტილი რეალობას, იქ ხელი აუწია თუ არა ტრამპმა ყაველაშვილს და რაღაცნაირად აი სასაცილო იყო ამაზე დისკუსია იმ ქვეყნისგან, რომლის მოქმედმა რეჟიმმა მოახერხა და სტრატეგიულ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა შეაჩერა, იმდენ იქნა და ეს არის ქვეყანა, სადაც ნამყოფია ჯორჯ ბუში პრეზიდენტობის დროს, ნამყოფია ჯო ბაიდენი და ტრამპიც არის ნამყოფი, მაშინ არა პრეზიდენტის რანგში, მაგრამ მაინც და მარტო ხელის აწევა-ჩაწევაზე არ არის საუბარი. ჩვენ იმ დონის ურთიერთობა გქონდა შეერთებულ შტატებთან. სტრატეგიული პარტნიორობა ამ დროს შეჩერებულია და ჩვენ აქ მსჯელობდით პროპაგანდისტული მედია მსჯელობდა, ვის აუწია ხელი ტრამპმა. რა ეტაპზეა ეს ურთიერთობა და რის იმიტაციას ცდილობს ქართული ოცნება დღეს? ნუ ქართული ოცნება ძალიან კომიკურად ჩანს ამ ყველაფერში, სხვა გარეთ თვალისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს ტრაგედია, იმიტომ რომ რეალურად მათ ხელში მოხდა ჩვენი ქვეყნის დესუვერენიზაცია. დესუვერენიზაცია, იმიტომ რომ რაღაცა ფსევდო დილემები შეუქმნეს ჩვენ მოსახლეობას პროპაგანდისტული რუსეთის დახმარებით და რუსული რესურსით და პროპაგანდისტული გარემოთი, იგივე ფასეულობითი აღრევა, მათ შორის იგივე კონსერვატიული დღის წესრიგი, რომელიც მათ შორის საინტერესო იყო, სანამ ამ შეკითხვას დავუბრუნდებოდი წინა შეკითხვიდან გამომდინარე, იგივე მიუნხენის კონფერენციაზე, როდესაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვანსი ევროპას ადანაშაულებდა ფასეულობიდან გადახვევაზე, ძალიან უხეში განცხადება იყო, მაგრამ ჩანს, რომ აი ეს რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ საკმაოდ ეფექტურად იმუშავა და აი ეს საინფორმაციო დაპირისპირების ფრონტის ხაზი დასავლეთში შიგნით ასთა სხვადასხვაობის манипуლირებისკენ გადახარა. რასაც დაჭირდება პასუხი, აი უკრაინასაც მაგალითად მთელი რუსული პროპაგანდა და გარკვეულწილად ამერიკული ულტრამემარჯვენე საზოგადოებრივი აზრი აკრიტიკებს, რომ ანტირელიგიურია ეკლესიებს არ გვაქვს. რეალურად რუსეთი აკეთებს ამას, მაგრამ აი პროპაგანდისტულ ომში სამწუხაროდ გარკვეული ზიანი დასავლურმა სამყარო მიიღო. ქართული ოცნება კი ცდილობს აი ამ დღის წესრიგში რაღაცნაირად თავისი მიკროამოცანები, თავისი კლეპტოკრატიული გამდიდრების, კორუფციის საშუალებით ძალაუფლებაში დარჩნენ და ამის საფასურად რუსეთს აძლევენ და რუსეთს ჩააბარეს ძალიანად ჩვენი სუვერენიტეტი. ანუ რუსეთი განსაზღვრავს დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკასაც, შიდა პოლიტიკასაც, იგივე ამ სანქციებიდან არიდების ხვრელები ფულის გათეთრებას. ანუ ყველაფერი ეს მიანიშნდა და შემდეგ უკვე დისკუსია გადაყავთ იმაზე, ხელი აუწია თუ არ აუწია. ბუნებრივია კომიკურია, მაგრამ უფრო სატირალია ჩვენთვის, იმიტომ რომ აქ კარგად ჩანს რამდენად დესუვერენიზებული არის დღეს ჩვენი ქვეყანა და გარკვეულად რაღაც რუსული დანამატი არის პოლიტიკური, ვიდრე ქვეყანა თავისი ინტერესებით, რომელსაც ლეგიტიმური ხელისუფლება წესით უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ აი ეს არჩევნების გაყალბება, მთელი ეს ციკლი კონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალების ზუსტად ნელ-ნელა დაგეგმილი ოპერაცია იყო სახელმწიფოს მიტაცებით, რომელიც რუსეთმა ქართული ოცნების დახმარებით შეასრულა და დღეს თავარი დისკურსი გახდა ხელი აუწია თუ არა და რა რაკურსიდან იყო ფოტო გადაღებული.